მათ ვინც ეს არ იცის, მნიშვნელოვანი არის რომ არის ცნობის მოყარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ფიქსირებლად გახარ იმ გამოწვევების წინაშე, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, თქვენ აკეთებთ. ვინმესთვის კიდევ ერთხელ რაღაცა შეგვიძლია რომ ღირებულება შევქნათ, ყოველთვის ღიავართ ამ დისკუსიისთვის. მნიშვნელოვანია AI-ის გამოყენება, AI ავტომატიზაცია, იგივე chatbot-ing-ის. ადამიანი ჩვენთან რომ მოდის, ბიზნესი ჩვენთან რომ მოდის, მას არ უწევს მე სხვაგან მოძებნოს ერთ სააგენტო ერთი რაღაცისთვის, მეორესთვის, მესამესთვის და ამ შემდეგში. ჩვენთან რომ მოდის, შეუძლია ეს სერვისები ერთ წერტილში მიიღო. მოგესალმებით, დღეს ბიზნეს პოდკასტის სტუმარია სოლომონ სვანიძე, კიბე კონსალტინგის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი. გამარჯობა სოლომონ, მიხარია რომ გადაცემის პირველი ეპიზოდის სტუმარი ხარ. დავიწყოთ კიბე კონსალტინგის საქმიანობით. რა საქმიანობს, რამდენი წელია, მაინტერესებს რაც ბაზარზეა და რა სერვისებს თავაზობს მომხმარებელს. მოგესალმებით, გიორგი, გილოცავთ დაწყებას. ძალიან დიდი მადლობა რომ ინტერესდებით კიბე კონსალტინგის საქმიანობით. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი თქვენთან, იმედია წარმატებულად. დიდი მადლობა. რაც შეეხება კიბე კონსალტინგს, ჩვენ სტარტაპი ვართ, შეიძლება ითქვას 5-6 თვეა, რაც აქტიურად, ესე ვთქვათ, მუშაობის ფაზაში ვართ. თავაზობთ ბაზარს ციფრულ საკონსულტაციო მიმართულებას, ციფრული ტრანსფორმაცია რაც ქვია და გულისხმობს თავისთავში მოიცავს ბრენდინგს, სოციომედია მიმართულებას, საიტების დამზადებას, web developments, SEO ოპტიმიზაციას და AI ავტომატიზაციას, ანუ ხელოვნური ინტელექტით პროცესების ავტომატიზაციას. ეს არის ძირითადი მიმართულებები, რასაც კიბე კონსალტინგი ფარავს, ვცდილობთ რომ ციფრული სერვისების გარშემო თქვენ ძირითადად დაკავებული ხართ იმ სერვისების მიწოდებით, რასაც თანამედროვე ბიზნეს სამყარო მოითხოვს. შესაბამისად, მაინტერესებს რამდენად დიდი არის დაინტერესება ქართული კომპანიების მხრიდან ამ სერვისების მიმართულებით, რამდენად მნიშვნელოვნად თვლიან, რომ ეს საჭიროებები დღეს არსებობს და უნდა დაინერგოს და გადავიდეს რაღაც ახალზე, რაღაც სიახლეზე, რომელიც გამოწვევებს უპასუხებს. გამოწვევა პირდაპირ გეტყვით, ზოგადად რაღაც სიახლე, მაგრამ სიახლეების მიმართ ბარიერი არსებობს, არა მარტო საქართველოში, ზოგადად არსებობს. ჩვენთან განსაკუთრებით, რაც შეეხება ციფრულ სერვისებს, ჩვენ სანამ დავიწყებდით, დაახლოებით ეგეც იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი, რომ ჩემი შეგრძნება რო არ გითხრათ, ციფრებს გეტყვით 20-24 წელს, მაგალითად 95% ბიზნესების ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე, მაგრამ დაახლოებით 30% იყენებდა მას მარკეტინგული მიზნებისთვის კონკრეტულად და აქ დავინახეთ შესაძლებლობა იმ ნაწილში, რომ ეს მოთხოვნა გაიზრდებოდა და ბაზარი ვთქვათ გაიზრდებოდა ამ მიმართულებით და შესაბამისად ამ საჭიროების ამოსავსებად შევქმნით დავიწყეთ საქმიანობა. ამას გარდა სოციომედია მიმართულებისა, ზოგადად ხა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ყველა ვიცით რომ როგორი მასშტაბის ინტერესი არსებობს, ხო და ყველა ამ საქმეში, ესე ვთქვათ, ამ ხმაურში შესულია და ჩვენ ვცდილობთ რომ ხმაურში რაღაცა სიგნალები ვიპოვოთ, რაც შეიძლება რომ ბაზრისთვის საინტერესო იყოს. მე მაგალითად გეტყვით ეგეთ რაღაცას, რომ მაგალითად McKinsey-ის კვლევა არსებობს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კონკრეტულად სექტორებს ჩვენ ხა უყურებთ ეგრე რომ პროცესების ავტომატიზაცია შეიძლება მოხდეს ხელოვნური ინტელექტით სექტორების მიმართულებით და მაგალითად საბანკო სფეროში დაახლოებით შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტით შეიქმნას თორსებს 300 მილიარდის ღირებულება რა, რაც სექტორის დაახლოებით საოპერაციო მოგების 9-15%-ს მოიცავს და ეს მნიშვნელოვანი ციფრია და ყველა მიმართულებით, ზოგადად ყველა კვლევა, ყველა გამოკითხვა, ყველა წყარო მაგას ადასტურებს, რომ ხელოვნური ინტელექტით შეიძლება მნიშვნელოვანი ღირებულება შეიქმნას კომპანიებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ბაზრებისთვის, ზოგადად ტექნოლოგიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ბაზრებისთვის, როგორც საქართველოა. აუნერა იქნა რომ ბაზარი ისედაც მცირეა, შეზღუდულია მოხმარებლების რაოდენობა და ამ შემდეგ რაღაცა ჭერი არსებობს და ამ ჭერში მასშტაბირება, როდესაც უნდა კომპანიას და მიაღწია რაღაცა ზღვარს,
და მასშტაბირება ყოველთვის არ მოიცავს რაღაცა მკვეთრად გაზრდას, ხო და რაღაც სხვაგან გადასვლას, ეს არის მცირედი რესურსის, ასე ვთქვათ, დანახარჯით მეტი ეფექტურობის გაზრდა რა და ამ მიმართულებით ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით ხო ხელოვნური ინტელექტი, თუნდაც მაგალითად გეტყვით რომ მგონი WES-ის გამოკითხვის მიხედვით დაახლოებით 64% კომპანიებისა, მცირე და საშუალო ბიზნესებისა ამ ეტაპზე გაზრდის, ანუ მასშტაბირების გამოწვევებს განიცდის რა. მაგრამ ამავე დროს იმ ინფორმაციას, იმ მონაცემებს, რომელიც არსებობს კომპანიებში, დაგროვილია ეს ინსტიტუციური ცოდნა არსებობს მომხმარებლებზე, გამოცდილებებზე, მათი, ასე ვთქვათ, ბაზარი, რომელშიც კომპანიამ ჩადო ინვესტიცია თავის დროზე, რესურსი, დრო, ენერგია, ამის გამოყენებას ვერ ახერხებს, სათანადოდ ვერ ახერხებს დაახლოებით 60-64% კომპანიებისა რა, ასევე და ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კომპანიები გამოიყენებენ ტექნოლოგიებს და იმ მონაცემებს, რა მონაცემებით მათთან არსებობს, მათ გაუმარტივდებათ მასშტაბირება და რას გულისხმობ გეტყვით. აი მაგალითად ცნობილი ფაქტია, რომ მაგალითად 5-25%-მდე უფრო მარტივია მიმდინარე მომხმარებლის, ასე ვთქვათ, მობმა ისე მოტრიალება, უფრო იაფიჯდება, ვიდრე ახალ მომხმარებელზე გასვლა, ხო? და ამან შეიძლება შექმნას დაახლოებით უფრო გაზარდოს, ასე ვთქვათ, შემოსავლიანობა მნიშვნელოვნად რა. და როდესაც არსებობს ეს ცოდნა მიმდინარე მომხმარებლებზე და ამ მომხმარებლების ქცევაზე და ზოგადად ბაზა არსებობს, ტექნოლოგიების გამოყენებით მათი დამუშავებით შეიძლება მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება რა. და სწორედ აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბაზრისთვის. როდესაც მომხმარებლები შეზღუდული რაოდენობით არიან, ეს ბაზარი ლიმიტირებულია და შენ შეგიძლია რომ იმ არსებული მომხმარებლებით რაც ყავს, სადაც უკვე პოზიტიური გამოცდილება არის შექმნილი კომპანიის, კიდე დაამატო და კიდე ახალი ღირებულება შექმნა. მაგალითად, ჩვენი სერვისებსაც რო გადახედოთ, ხომ, დაკავშირებულია ერთმანეთთან და მაგალითს გეტყვით, ჩვენ ყავს მომხმარებელი, რომელსაც დავიწყეთ ბრენდინგით, შემდგომ გავუკეთეთ საიტი, web development-ი, შემდგომ ამ საიტის SEO ოპტიმიზაცია, ანუ საძიებო სისტემებში მისი ეს ვთქვათ ოპტიმიზაცია და დღეს ასევე ვინტეგრირებთ და დავინტეგრირეთ chat-bot-ი და ეს მომხმარებელი ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებელთან რამდენი ხანია ჩვენთან რა და ვაკვირდებით ამას ამ მომხმარებლის სიცოცხლის უნარიანობას რამდენი ხანია ჩვენთან და რამდენი თვლით რომ არ უყურებთ ურთიერთობას რაღაცა ერთჯერადად და გვინდა რომ თვლით რომ დიდხნიანი ღირებულებებზე და დობაზე დაფუძნებული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ამ მომხმარებელს და ყველა ჩვენ მომხმარებელს ვინც გვენდო ამ გზაზე და ასე ვთქვათ დაგვპატიჟა თავიანთ საქმიანობაში ჩაგვახედა და გვიპარტნიორა ესე ვთქვათ და ხო რო შევაჯამოთ ცოტა კი გამიგრძელდა მაგრამ რო შევაჯამოთ ჩვენი დაკვირვებით ტექნოლოგიები ძალიან მნიშვნელოვანია და ტექნოლოგიების ძალა ძალიან დიდია ბიზნესების განვითარებაში რა და ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს აუთვისებელი ჯერ კიდევ იმიტომ რომ როგორც ყველაფერი ჩვენამდე გვიანაც მოდის და რომ მოდის ჩვენ გვიან ვადაპტირდებით რა სამწუხაროდ ესეა ბაზარი. იგივე თუნდაც ხელოვნური ინტელექტთან ცოტა გვიან ჯერ კიდევ ბარიერებია. კარგია, ცუდია რა არის. ფაქტობრივად ჯერ ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ როდესაც საქართველოში ბიზნესს აკეთებ, ну სადაც არ უნდა აკეთებდე და აი ამ პროცესში რომ დღეს როდესაც თქვენთან მე ამ სერვისის ნაწილს ვაკეთებ, არის ერთად მნიშვნელოვანი საქმის კეთება. ფაქტობრივად მე ჩემი კომპანიის მომავალს განდობთ თქვენ, ხო? და შესაბამისად ეს დიდი პასუხისმგებლობა. ზუსტად ასე უყურებთ ჩვენ დიახ ამას და ვთვლით რომ ჩვენ არა რაღაცა
თქვენი დავალების, მომხმარებლის დავალების შემსრულებელი უნდა ვიყოთ, არამედ სტრატეგიულად პარტნიორები უნდა ვიყოთ და იმ ყველა კომპანიას ვთვლით რომ უნდა ქონდეს თავის მიზანი, საით მიდის, როგორ მიდის წლის, კვარტლის და ასე შემდეგ, ხო? და ამ მიზნებთან გვინდა რომ ჩვენც თანხვედრაში ვიყოთ. გავიგოთ რა ყიდის, როგორ ყიდის, რა პროდუქტია, რა მიზანს ემსახურება, რა მისია აქვს, რა ხედვა კომპანიას, რა შეთავაზებაა ზოგადად, რა ღირებული შეთავაზებაა და ამის განმტანას ჩვენ რო გავიაზროთ, ჯერ გაზრებას ვცდილობთ და ვცდილობთ რომ ამას ფეხი აუგოთ რა, ჩვენი სერვისებით და სტრატეგიულად შევხედოთ ურთიერთობას და ის პასუხისმგებლობა, რაც პასუხისმგებლობა ერთ-ერთი კიბე კონსალტინგის მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ავიღოთ და მის ნდობა რა ნდობაც ჩვენ გამოგიცხადა ჩვენ პარტნიორებმა, კომპანიებმა გავამართლოთ რა მიმართულებით. კი, აი სანამ შემდეგ თემებზე გადავალთ, მე მაინტერესებს შიდა ორგანიზაციული სტრუქტურა, რა თქვენი ასე ვთქვათ ბიზნესის არქიტექტურა, ნუ რამდენად შეიძლება ამ ინფორმაციის გარეთ გამოტანა, მაგრამ მაინც ჩვენი მაყურებლისთვის იქნება საინტერესო, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც პირობითად იწყებენ ბიზნესს ან მსგავსი თემატიკის ბიზნესში შედიან, როგორ ოპერირებს ბიზნესი რა, იმ გამოცდილების გაზიარება თუ შესაძლებელი იქნება თქვენი მხრიდან, მაინტერესებს ეს არის კლასიკური ბიზნეს მოდელი, სადაც თქვენ ყავთ დაქირავებული თანამშრომლები თუ გაქვთ აუთსორსზე გატანილი პროცესები და საერთოდ აი როგორ მუშაობთ? აი ეს ამაზე რამდენიმე სიტყვით რო გითხრათ. ორივეს ვიყენებთ, გულწრფელად რო გითხრათ, თანამშრომლების და აუთსორს აქტიურად ვიყენებთ. აუთსორს აქტიურად ვიყენებთ, ძალიან წარმატებულად ვიყენებთ, იმიტომ რომ ჩვენს სფეროში ზოგადად სანამ კიბე კონსალტინგს დავიწყებდით, ჩვენ თვითონ საქმიანობებში რასაც ვაკეთებდით, დაგვჭირდა ის სერვისები, რა სერვისებსაც ჩვენ თავაზობთ რა ბაზარს, იმიტომ რომ მანამდე სანამ რაღაცას ცოტა გამოსვლას დაიწყებს რაღაცა, მანამ მნიშვნელოვანი გამოცდილებებია და წარუმატებლობა ბუნებრივი პროცესია, ესე ვთქვათ. და ამ გზაზე, ამ გამოცდილების გზაზე ჩვენ ამ სერვისების საჭიროების დროს მნიშვნელოვანი გამოწვევები გვქონდა იმ პარტნიორის პოვნაში, როგორი პარტნიორიც ჩვენ გვინდოდა, რომ გვეპოვა და იმ სერვისის მიღებაში რა სერვისიც ჩვენ გვინდოდა რომ მიგვეღო რა. ამ მიმართულებით და შესაბამისად ნუ ვერ ვიტყვი რომ ვერ ვიპოვეთ, თუმცა გამოწვევა იყო და შესაბამისად ჩავთვალეთ რომ ახლა ჩვენ გაგვიჭირდა ამ სერვისის მიღება, შესაბამისად სხვასაც თავად შექმენით უკვე ეს სერვისი. ხო, იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ შეიძლება სხვასაც ქონოდა მსგავსი გამოწვევა და გადავწყვიტეთ რომ გამختارიყავით ისეთი კომპანია და ისეთი პარტნიორი, როგორც ჩვენ გვინდოდა რომ ჩვენ ყოლოდა. საინტერესო პროცესი არის, როდესაც შენ ეძებ ბაზარზე რაიმე სერვის პროდუქტს მომსახურებას და ამის დეფიციტია და შემდეგ ამის აღმოფხრის მიზნით და შემჩნევის შემდეგ იწყებ ბიზნესის კეთებას. რამდენიმე მსგავსი მაგალითიც მომისმენია უკვე წარმატებული ბიზნესმენების, როდესაც მათ აი ამ ძიების პროცესში გადაწყვიტეს, რომ არათუ საკუთარი თავის, არამედ უკვე საზოგადოების დაკმაყოფილების მიზნით შეექმნათ ეს პროცესები. მინდა ორიოდე სიტყვით თქვა აი ამ ჩვენი ბიზნეს პოდკასტის იდეის შესახებ, ჩვენთვისაც ასე ვთქვათ, მთავარი მამოტივებელი იყო ეს, რომ ის რაც გვაყოდა, ასე ვთქვათ, მედია სივრცეში, YouTube სივრცეში, აი ამ შინაარსის კონტენტის, თუ შეიძლება ესე ითქვას, თემატიკის გადაცემის შექმნა, აი ამის ამოვსება გვინდა და ამ მიმართულებით მუშაობა. იმედია რომ საზოგადოებისთვის იქნება ეს საინტერესო და ჩვენ მთელი ამ პროცესის განმავლობაში თავაზობთ რომ არაერთი ბიზნესმენი, არაერთი წარმატებული ადამიანი მოვიყვანოთ აქ სტუმრად, იმიტომ რომ შესაძლოა რომ ისწავლოს რომელიმე მაღალა, ასე ვთქვათ, ანაზღაურებად უნივერსიტეტში, მაგრამ როდესაც შეხება გაქვს შენ უშუალოდ პრაქტიკოს ბიზნესმენებთან და ამის აი ხელის გაწვდენაზე არიან ეს ადამიანები, შეგიძლია საუბარი, შეგიძლია დაუსვა შეკითხვები და მოისმინო ეს გამოცდილებები, ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი და მე ვფიქრობ რომ ეს დიალოგიც მათ შორის მოიმსახურება ამ მიზანს. ნამდვილად დაგეთანხმებით მაგ მიმართულებით, რომ გამოწვევა ბაზარზე და არსებობს მანდ ამოვსების შესაძლებლობა, იმედია რომ გავამართლებთ ჩვენც თქვენ მოლოდინებს და წარმატებებს გისურვებთ კიდევ ერთხელ, სხვა შორის დიალოგის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დიალოგი, ანუ პროცესი და ვთვლით რომ ადამიანების გაერთიანებით, ადამიანების ერთმაგიდაზე დასხდომით, ადამიანების
განხილვით, შეიძლება ძალიან დიდი ღირებულების შექმნა. შეიძლება დღეს რო დავსხედით რაღაცა იმ კონკრეტულში ვერ მივიდეთ რაღაც შედეგამდე, მაგრამ აუცილებლად საომავლოდ თუ ჩვენ ამას თანმიმდევრულად მიუდგებით და თუ ჩვენ ამაში დავიხარჯებით და ადამიანები გაერთიანდებიან, ჩვენ აი მართლა გვწამს და გვჯერა რომ ამით შეიძლება ღირებულება შეიქმნას და ყოველთვის და თქვენ იცით ეს რომ ჩვენ ღია ვართ ნებისმიერ თუ სადმე ჩვენი ღირებულება შეიძლება რომ ჩვენ ღირებულება შეუქმნათ ვიღაცას ჩვენი არსებობით მასთან ერთად ყოველთვის ღია ვართ დიალოგისთვის ყოველთვის ეს ვთქვათ უნივერსალმებით ერთ მაგიდაზე დასხდომას და ერთად ღირებულებების შექმნას იმიტომ რომ გვჯერა რომ ეს არის ადამიანების ჩართულობით და ინკლუზიურობით შეიძლება ბევრად დიდი საქმეების გაკეთება. აი მე მაქვს ესეთი შეკითხვა, ზოგადად ბიზნესის კეთება ძალიან არ არის მარტივი. რთულია, დაკავშირებული არის ბევრ რისკთან, ბევრ გამოწვევასთან, მნიშვნელოვანი არის ცოდნა და გამოცდილება. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც მაინც დგავენ ამ ნაბიჯს და იწყებენ, ასე ვთქვათ, ბიზნესის კეთებას. აი შენ შემთხვევაში რა იყო ეს მაინტერესებს და როგორ ფიქრობ, რა განსხვავება ადამიანს შორის, რომელიც დაქირავებულ მუშაობას ამჯობინებს და იმ ადამიანს შორის, რომელსაც რაღაც ბიზნესური აზროვნება აქვს, ბიზნეს ხედვები აქვს და ურჩევნია რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა და ამ რისკებისა წავიდეს ამ გზაზე და აკეთოს ბიზნესი. რისკები ალბათ სწორად ახსენეთ. მე ვთვლი რომ ადამიანები, რომლებიც ბიზნესს აკეთებენ და მეწარმეები არიან, რისკებს იღებენ. ანუ ეგ არის ძირითადად რა განასხვავებს რთულია, მე შემიძლია გითხრათ დაუშვათ ჩემი გადმოსახედიდან როგორ მეწარმეობაში რა გამოწვევების ეს თქვათ გამოწვევები შესაძლებლობების ძიება და ცნობის მოყარეობა არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში რა რომ ინტერესი აი ცნობის მოყარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი უნარი ჩემი აზრით და ვთვლი რომ ნებისმიერი საქმის კეთების პროცესში ცნობის მოყარეობა იქნება ეს ბიზნესი თუ თუნდაც დაქირავებული დღეს იმდენად ღია ეს სამყარო რაღაცა რომ გაინტერესებს ადამიანს შეიძლება რაღაც ბიბლიოთეკად აქციო და ყველაფერი შენს ირგვლივ შემოიკრიბო როგორც აი რაც გაინტერესებს რა მიზანიც გაგაჩნია იმ მიზნის გარშემო იგივე მაგალითად მარტივ მაგალითს რო ქართულებს გვაქვს ესეთი გამოთქმა მანახე შენი მეგობარი ვინ არის და გეტყვი ნახარ შენ ხო დღეს რაღაცნაირად კარგად ამ ტექნოლოგიების ნაწილში ჩვენ ვისთანაც გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია ტექნოლოგია როგორ მუშაობს რომ რასაც უყურებთ რა კონტენტსაც უყურებთ ალგორითმი შემდგომ იმას გვთავაზობს და რა სივრცეშიც ვართ რა ალგორითმი რასაც გვთავაზობენ ჩვენი მეგობრები ჩვენი საყვარელი ადამიანები მე შემდგომ იმ ალგორითმის გარშემო იგება ჩვენი კონტენტიც ესე ვთქვათ რა და ესეც ცნობის მოყარეობის ამბავია თუ ჩვენ რაღაცა გვინდა რაღაცა მიზანი გვაქვს, ინტერესი გვაქვს, საითაც გვინდა რომ ხო რაღაცა ვისწავლოთ, ეს მექანიზმი შეიძლება ჩვენ სასარგებლოდ მოვირგოთ. ანუ იმ კონტენტის მოხმარება დავიწყოთ. შეიძლება რაღაცა ეს არ არის ზოგი თვლიდეს რომ დროის ფლანგვა, რაღაცა ასე შემდეგ, მაგრამ თუ ჩვენ სწორად გამოვიყენებთ და ჩვენ ციფრულ სივრცეს მოვირგებთ და ის შემდგომ შემოგთავაზებს ძალიან ინსპირაციულ, ძალიან სასარგებლო და გამოსადეგარ, ეს ვთქვათ, კონტენტს რა და რაც შეეხება საქმიანობას, ცოტა შეიძლება გადაუხვიე თქვენ კითხვას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რისკის აღების ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ცნობის მოყარეობა, აბა რა გამოვა, სპორტული ინტერესი რა და ბიზნესმენს ამ შემთხვევაში უწევს რომ ჯერ ერთი რომ გავიდეს გვერდზე და გვერდიდან შეხედოს პროცესებს, ასევე რაღაც თვალსაზრისით ალბათ დროსაც უნდა დაასწროს, შეამჩნიოს ის ტენდენციები, საითმლის ზოგადად სამყარო, რა მოთხოვნილებები აქვს საზოგადოებას და აღმოაჩინოს ხვალ რა, ასე ვთქვათ, სურვილი ექნება, ხო და დაასწროს ამ ყველაფერს. ამიტომ ესეთი რაღაც კომპლექსური აზროვნებაც კი ნამდვილად ჭირდება. თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს აი ბიზნესის კეთების პროცესში ხა თქვენი გამოწვევები რა იყო, რა რისკების წინაშე დადექით და თუ რაღაც შეხვდით ისეთ პრობლემას, რომელმაც ან დაგაზიანათ
და შემდეგ ამის გადაჭრის შემდეგ წარმატებით გააგრძელეთ გზა. გამოწვევები მრავლად იყო და არის ყოველდღიურად სიმართლე გითხრათ, თუმცა რაც შეეხება გაკვეთილს და ესე ვთქვათ, რაც ვისწავლეთ მტკივნეულად თავის დროზე და ჯერ რა ვიცი ხა წარმატებამდე ვფიქრობ, რომ ბევრი გვიკლია ხო ამაღალი ნათქვამი, იმიტომ რომ რაღაცა წინ ვფიქრობთ, რომ წინ არის რა ყველაფერი მაგ მიმართულებით და გამოწვევას რაც შეეხება წინა საქმიანობებში და თქვენს გამეთანხმებით ალბათ რომ ნებისმიერი პროდუქტის შექმნა შესაძლებელია რა ნებისმიერ პროდუქტს გააკეთებ, აი რომ მოინდომო დღესთან რა ვიცი ლოჯისტიკა გინდა, ინფორმაცია გინდა, ყველაფერი ხელმისაწვდომია რა და პროდუქტის შექმნა ძალიან მარტივია შედარებით. თუმცა აი შემდგომ, როდესაც პროდუქტს შევქმნით, თელ გულს ჩავდებთ, სულს, ენერგიას, რა ვიცი, ყველაფერს და გონია რომ გჯერა რომ მართლა მაგარი პროდუქტია და შემდგომ გამოგვაქვს ეს გასაყიდად, მან იწყება ხოლმე ცოტა ფრუსტრაცია, იმიტომ რომ ბაზარს იმდენად როგორც ჩვენ გვეგონა რომ კარგია, ბაზარს ეგრე არ გონია და ეს მოთხოვნის ნაწილი, გაყიდვის ნაწილი მარტივად რომ ვთქვათ, არის ხოლმე გამოწვევა რა და ეგ ესე ვთქვათ გაკვეთილი მწარეთ ვისწავლეთ და დღეს ვცდილობთ რომ თუ რამე წამოწყებას ვფიქრობთ მაქსიმალურად დავაზღვიოთ, მაქსიმალურად გარანტია გქონდეს იმ ნაწილში რომ გაყიდვა შესაძლებელი იქნება, გაყიდვის მაღალი გარანტიები არსებობდეს და შემდგომ ამას ესე ვთქვათ ვფიქრობთ როგორ შეიძლება რომ ამ პროდუქტი ან საქმიანობა ან სერვისი ან ასე შემდეგ მივადგათ, ხო? იმიტომ რომ ეგ არის. ხო, ნუ ფაქტი არის ის, რომ ზოგადად როგორც თქვენ ახსენეთ, პროდუქტის, სერვისის შექმნა არის ბევრად მარტივი, ვიდრე ამის გაყიდვა და ნუ ფაქტობრივად სწორი ნაბიჯი არის ის, რომ ჯერ დაიწყო გაყიდვებით და მიხედვა ამ პროცესს, რისი გაყიდვა შეგიძლია და რა მასშტაბის და შემდეგ გამოყვე უკან, ხო? და არა იყო რაღაც დიდი ვალდებულებები, არ გადავარდი დიდ რისკებში და შეიძლება ისედაც იდეალური პროდუქტი იყოს, მაგრამ ამის მომხმარებლამდე სწორად მიტანას აბსოლუტურად გეთანხმები აქვს უდიდესი მნიშვნელობა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი სწორედ ამიტომ ამ გათვლის თითქოს მცირე და უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან სერიოზული გათვლის ყურადღების მიუქცევლობის გამო კოტრდება. თქვენი გამოცდილებაც საინტერესოა, ხა ბიზნესიდან მოდიხართ, შეიძლება ითქვას და იქნებ ჩვენც გავიზიაროთ რა ტიპის ესე ვთქვათ გამოწვევებს რა ტიპის მაგალითს შეიძლება რომ გავიზიაროთ რა ერთი გაყიდვების ნაწილში მე მგონი თქვენს გაყიდვების ნაწილი არის მე ვიტყოდი ცალკე ხელოვნება. გარდა იმისა რომ მომხმარებელს აქვს მოთხოვნილება ნებისმიერი პროდუქტის, ხო? და შენ კეთილსინდისიერად რა თქმა უნდა აკეთებ და განსაკუთრებით თუ ეს არის წარმოების ნაწილი და ადამიანის მოიხმარს ამას, ხო? აი სწორ მიწოდებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორ კომუნიკაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამიტომ აი ეს მარკეტინგული სტრატეგია და ბრენდინგი რომელსაც თქვენი კომპანიას ერთ-ერთი სერვისი არის და ეხმარება სხვა კომპანიებს, ამაში ფულის დახარჯვა მერწმუნეთ, აი ვინც აპირებთ ხვალ ბიზნესის დაწყებას არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნუ დაინანებთ ფულს, იმიტომ რომ თქვენი ბიზნესის სწორედ ოპერირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. და მე მაინტერესებს, აი როგორ უყურებთ თქვენ, რადგან ხა სერვისს აკეთებთ ბრენდინგის მიმართულებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ როგორ უყურებთ პროცენტულადაც რომ გავყოთ, შეიძლება რომ წარმატების რა პროცენტი შეიძლება მოდიოდეს ბრენდინგზე? კი ბატონო, ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვანია და ხო მე ცოტა შინაარსში და შევალ რო არ გამოვიდეს რომ რაღაცა ეს აქ არის რაღაცა გამოსავალი და ჩვენ ასევე დავამატებდი ერთ შეკითხვას, აი მომართვიანობის თვალსაზრისით ახლა ბევრ სერვისს თავაზობთ ხო როგორც ვახსენეთ. ბრენდინგზე რა წილი მოდის? აი რამდენად კომპანიები მზად არიან ამისთვის? გამოწვევა ბრენდინგში რომ მიიღოს გადაწყვეტილება კომპანიამ რომ თანხა გადაიხადოს საკუთარი ჯიბიდან. და რეალურად ბრენდინგი არ არის მხოლოდ
ვიზუალური იდენტობა. Რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? თავი ფსიქოლოგია როგორი უნდა იყოს, რასთან უნდა ასწოროს, მაგრამ ჩემი აზრით ბრენდინგი იწყება თვითონ კომპანიის შიგნიდან, თანამშრომლებიდან. შეიძლება მაღალ რგოლს რაღაცა ისმოდეს, უნდოდეს, მიზანი კონდეს, სერვისის შეთავაზება უნდოდეს, რაღაც სტანდარტის დანერგვა უნდოდეს, მაგრამ მომხმარებელთან შეხება საბოლოო ჯამში წინა პლანზე მდგომ თანამშრომლებს აქვს და თუ იქ არ არსებობს ერთიანი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა მისიას ვემსახურებით, რა ღირებულებები გაგვეჩნია, რას ვთავაზობთ და ეს თუ არის თანმიმდევრული ეს კომუნიკაცია, ხო? ხშირ შემთხვევაში მომხმარებელში მე დაბნეულობას იწვევს ხოლმე და როდესაც ეს შიგნიდან ერთიან გუნდად არის, ეს თქვა კომპანია შეკრული და ერთ მიზანს ემსახურება, ვექტორს მიუყვება, ხო, ერთიანად მე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ რასაც ჩვენ ვთქვათ კომპანია იძახის, რასაც გამოაქვს და რაც მიაქვს მომხმარებლამდე, იმის ეს ვთქვათ საპასუხო კონდეს სოციალურ ეს ვთქვათ ყოფის ნაწილში, ხო? იმიტომ რომ როდესაც მაინც მომხმარებელი რო იგებს კომპანია, მე ვიწყებთ დაგუგლას, მოძებნას სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ და იქიდან დიდ სტაბილიზებას ვიქმნით. შესაბამისად, იგივე მაგალითად, აი, ღვინის ბიზნესში, ხო, ძალიან რთულია პროდუქტის ექსპორტზე გატანა, თუ არ არსებობს ბრენდინგი, თუ არ არის საიტი, იმიტომ რომ მაინც წარმოდგენას იქნიან ალბათ დამეთანხმებით საიტით, ბრენდით და ვიზუალით და შემდგომ უკვე ამას რა თქმა უნდა თუ ეს კომუნიკაცია და შიდა კომუნიკაცია, შიდა ბრენდინგი, რაცაც უკვე ვისაუბრეთ, ერთმანეთთან თანხვედრაშია, იქ უკვე შეიძლება შეიქმნას ღირებულება და ერთსაც მაგ მიმართულებით დავამატებ მაგალითს მოყვანა მინდა ბრენდინგის ნაწილში, რაღაცნაირად კარგად ახსნა ეს რის თქმაც მინდა. მაგალითად, როდესაც დავიღოთ ბათუმი, ხო, სადაც ჩვენ ვყიდულობთ რაღაცა ლუდს ჯიხურში, იქ შეიძლება ვიყიდოთ 5 ლარად ეს ლუდი და გვეძვიროს, რომ ძვირია, მაგრამ იგივე ბრენდის, იგივე აბსოლუტურად პროდუქტი შევიძინოთ არა მარტო ლუდი, რაც ნებისმიერი პროდუქტი, შევიძინოთ ბრენდულ სასტუმროში, გააცლებთ უფრო ძვირად და იქ საუბრობთ ჩვეულებრივად გადავიხადოთ და შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო ძვირიც გვეგონა, რომ გამოვიდოდა რა. ამიტომ და ეს ამას რა აკეთებს? ამას აკეთებს ბრენდინგი, ამას აკეთებს ბრენდი, შენ რო იქ შედიხარ, იცი რომ რაღაცა ფასი უნდა გადაიხადო, რაღაცა ღირებულებას იღებ და ამ ურთიერთობაში რაღაცა ნდობა არსებობს და ამის საფასოდ ეს ვთქვათ მზად ხარ რომ შენც დაიხარჯო რა, უფრო მეტად და ეს არის ამას აკეთებს რეალურად ბრენდინგი და ასაგები. სოლომონ, შენ ახსენე რომ ჩვენი კომპანიას წარმატებისკენ ჯერ კიდევ ბევრი უკლიაო და აი რა ეტაპი იქნება, როცა შენ ჩათვლი და შენი გუნდი ჩათვლის, რომ კომპანია არის წარმატებული, იმიტომ რომ წარმატებისკენ მუდმივი სწრაფა ეს გასაგებია, მაგრამ ხშირად ადამიანი უნდა გაჩერდეს, მოიხედოს უკან და დააფასოს იმას, რასაც აკეთებს, ხო? და შეიგრძნოს აი ეს. როდის ჩათვლი, რომ კომპანია არის წარმატებული? ძალიან დიდი გზა არის მაგეთკენ გასავლელი, რა თქმა უნდა, მუდმივად მაგრამ ერთ ფრაგმენტულად ერთ კომპანიაზე რო ავიღოთ, ჩემი აზრით, როდესაც დამოუკიდებლად შეუძლია კომპანიას ფუნქციონირება, ჩართულობის გარეშე, დამფუძნებლის ჩართულობის გარეშე, გაზრდა წლიდან წლამდე, ასე ვთქვათ, ზრდის დაფიქსირება არა აუცილებელი რაღაცა მკვეთრად მდგრადად და ასე ვთქვათ ზომიერი ზრდა და როდესაც ის ადამიანები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ, ვინც ქმნიან კომპანიას და ღირებულებას, რაც ეს კომპანია ქვია, იქნებიან ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებულები, დაიხარჯებიან და ბედნიერები იქნებიან იმით, რაც აკეთებენ. და აი მაინტერესებს თქვენ ხარ საქართველოში ოპერირებთ, ხო? საერთაშორისო ბაზარზე როგორ ხართ? თუ გეგმავთ, ან უკვე თუ ხართ წარმოდგენილი? რაიმე პარტნიორი კომპანიები ხომ არ არიან, რომელთაც რაიმე ესე ვთქვათ, კორპორაციული თანამშრომლობა გაქვთ? ჯერჯერობით არ არის ისეთი, რაც შეგვიძლია რომ ვთქვათ, იმიტომ რომ
ეს თქვა ანონსებს ვერიდებით ხოლმე. თუმცა მუშაობთ მაგ მიმართულებით, მუშაობთ და თუმცა წარმატების თვალსაზრისით შეიძლება ესაც ერთ-ერთი საზომი იყოს, როდესაც უკვე საერთაშორისო ბაზარზე ქართული კომპანია ოპერირებს. რა თქმა უნდა, შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი საზომი. თუმცა ხო, ჩემთვის პირადად ბევრად უფრო ღირებულია. მე ვთვლი, რომ ყველაფერი, ის ვთქვათ, იმას, რასაც ქმნიან, იგივე საერთაშორისო ბაზარსაც, იგივე შიდა ბაზარსაც და კომპანიას, ადამიანები და ის მექანიზმი და ის ბრენდი და იდეა ქმნის საბოლოო ჯამში და თუ ეს შეკრული იქნება, თუ ადამიანებს გაუხარდებათ ჩვენთან ურთიერთობა ჩვენ კომპანიაში, ესე ვთქვათ, შექმნა ღირებულების, საერთაშორისო ბაზარიც იქნება შემდგომ და ჩემი გადმოსახედიდან საკმარისია რომ დავარქვათ, რომ კომპანია წარმატებულად ფუნქციონირებს. აინტერესებს, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის რა არის ბიზნესში უპირატესობა და კონკურენტებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ თქვენ ხა ისეთ დარგში ოპერირებთ, რომელიც გასაგებია რომ დიდი საასპარეზო ველი არის, გამოწვევები დიდი არის, ბევრი საქმეა ფაქტობრივად საკეთებელი, მაგრამ ამას სხვაც ამჩნევს და შემოდის ახალი კონკურენტი კომპანიები, რომლებიც ფაქტობრივად შეიძლება იგივე საქმეს აკეთებდეს, მაგრამ თქვენ რაღაც დონეზე საქართველოს ბაზარზე მოგიწევთ გადაკვეთა. რაიმე გამორჩეული ნიშა რა გაქვთ? კონკურენტების ნაწილში, უპირატესობის ნაწილში ჩვენ ესე ვიტყვი, ჩვენ ვცდილობთ ჩვენ თავაზობთ ბაზარს რამოდენიმე დაკავშირებულ პროდუქტს. ანუ ერთი ფანჯრის ადამიანი ჩვენთან რომ მოდის, ბიზნესი ჩვენთან რომ მოდის, მას არ უწევს მე სხვაგან მოძებნოს ერთ სააგენტო ერთი რაღაცისთვის, მეორესთვის, მესამეთვის ასე შემდეგ. ჩვენთან რომ მოდის, შეუძლია სერვისები ერთ წერტილში მიიღოს, დაკავშირებული სერვისები და ბევრად უფრო სტრატეგიულად შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენი გუნდი აკეთებს ამას ერთსაც, მეორესაც, მესამესაც და ბევრად უფრო დაკავშირებულად წავიდეს ეს სერვისები და რეალურად მომხმარებელი ჩვენთან უფრო დიდი ხანი რჩება, უფრო კარგად ვიცნობთ და ვცდილობთ რომ ეს ურთიერთობები არ იყოს ტრანზაქციული და როგორც გითხარით, უფრო გრძელვადიან, ესე ვთქვათ, ნდობაზე იყოს ეს ურთიერთობები დაფუძნებული რა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უპირატესობა ეს სიძლიერე ჩვენ გაგვაჩნია, რომ როდესაც მოდის მომხმარებელი ჩვენთან, ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე დაკავშირებული პროდუქტები შევთავაზოთ და მისი მოგზაურობა ჩვენთან. აი თუ ეხმარებით, ნუ ეხა მესმის რომ ბიზნესი, რომელიც თუ ეხა მასშტაბური ბიზნესია, ხო, შესაძლოა არის რომ მას სხვა რესურსები აქვს, მაგრამ ის ბიზნესები, რომლებიც ეხლა იწყებენ, არიან სტარტაპერები, რაღაც პირველ ნაბიჯებს დგავენ და უკვე მათ სჭირდებათ მარკეტინგული სტრატეგია, საიტის შექმნა, SEO ოპტიმიზაცია, როგორც ახსენეთ, რესურსი არის, ხო? რესურსი სჭირდებათ. თქვენ ხომ არ ეხმარებით პარალელურად მათ რაიმე დონორების მოძიებაში, ან იმ, რა ვიცი, საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობაში, რომელიც შეიძლება მათ გამოიყენონ რეალურად და ამ ნაწილში კონსულტაციას თუ უწევთ. დიახ, არსებობს დღეს საქართველოს შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, იგივე აწარმოებს საქართველოს აფინანსებს და იმ სერვისებს, რაც ბანკის გარდა, ანუ მოკლედ აფინანსებს რამოდენიმე მიმართულებას, ეს არის მარკეტინგი და გაყიდვები, საიტის შექმნა, ფინანსური ბუღალტერიის მიმართულება, იურიდიული მიმართულება, სტრუქტურის მოწყობა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებებით არსებობს დაფინანსებები, რასაც ყოველდღიურად იყენებენ ქართველი მეწარმეები და ჩვენც მაგალითად საიტების მიმართულებით გვაქვს გაკეთებული პროექტები აწარმოეთი. ასევე ჩვენ პარტნიორები არიან კომპანია სააგენტო კოლექტივი, ბრენდინგ სააგენტო, რომელსაც ჩვენ კონსულტაციას უწევთ საოპერაციო ნაწილში, ხარისხის მართვის ნაწილში და ასე შემდეგ და კოლექტივი ასრულებს იგივე მარკეტინგი და გაყიდვების მიმართულებით პროექტებს და დაახლოებით მიმდინარედ თვარსები 10-15 მეწარმეა, ვისაც მიმდინარედ ემსახურებიან აწარმოეს ბენეფიციარი. სხვადასხვა რადგან აი აწარმოეს საქართველოს ახსენე, აწარმოეს საქართველოს რეალურად კარგი პროექტები აქვს ბრენდინგის მიმართულებით, მე როგორც ვიცი, საინტერესო არის ზოგადად, ეს ჩემი სუბიექტური შეფასება არის, რომ
მხოლოდ კომპანიის წარმატებისთვის, ფაქტია რომ თან როდესაც საწყის ეტაპზე არის, მხოლოდ ბრენდინგი არ გმარა. მას სჭირდება კიდევ დამატებითი რესურსები. ამიტომ მე ამასთან დაკავშირებით შენი რაღაც გლობალურად შევხედოთ, შენი აზრიც მაინტერესებს. კიდევ სხვა მიმართულებით ბიზნესის გაშლა იქნებოდა ძალიან საინტერესო. გულისხმობ რას, რომ როდესაც მიდის მეწარმე და იღებს სესხს, ბანკის მხრიდან ხომ არ ხდება ის, რომ გასცემენ სესხს და შემდეგ მშრალად ითხოვენ ამ თანხის ამოღებას, მაგრამ ბუნებრივია ბიზნეს შეიძლება დაჭირდეს 2-3 წელი წარმატების მიღწევისთვის, ხომ? და კიდევ დამატებითი რესურსი დაჭირდეს, იმიტომ რომ გააგრძელოს საქმიანობა. და თუ რაღაც თვალსაზრისით სჭირდება კიდევ რესურსის დამატება, აი ბანკმა რამდენად ეს უნდა გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება აღარ ქონდეს მას რაღაც დამატებითი შემოსავალი, აღარ ქონდეს საკმარისი გირავნობის ნაწილში უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იმისთვის რომ ბიზნესი გადარჩეს. ხომ არ იქნება რომ კი გავითვალისწინოთ ეს ბიზნეს პროცესი, დარგის გამოწვევები, რაღაც სხვა ფაქტორები და კიდევ გავზარდოთ მისი საასპარესო ველი და დავამატოთ რესურსი. რამოდენიმე რაღაცა შეეხეთ ბანკებზე გეტყვით ჩემ აზრს, რაც შეეხება პროგრამებს, მე მგონი იგივე აწარმოებს საქართველოს ეხმარებოდა მეწარმეებს გამოფენებში, საერთაშორისო გამოფენებში, მე რამდენიც მახსოვს იყო ეს თავიდან იყო სტრატეგია რომ რაღაცა დაწყების ნაწილში ეხმარებოდა, ეხლა არის სტრატეგია რომ ვისაც დაეხმარა, უფრო იმის ეს ვთქვათ სტაბილურობის მიღწევაში და ბრენდის შექმნაში და ამ შემდეგ ანუ რაღაცა ეს სტრატეგია რაც შეეხება ბანკებს, როდესაც ხდება რაღაცა პროექტის წარდგენა, ძალიან ზოგადად მნიშვნელოვანია ორმხრივად შევხედოთ ამ ამბავს რა. ისევე მომხმარებლის მხრიდან მნიშვნელოვანია სწორად შეფასება სიტუაციის და ფინანსურად სწორი გადაწყვეტილების მიღება. პროექტის მხრივ რა, ყოველთვის არსებობს რაღაცა დამატებითი ხარჯები, რისკები, რომელიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს. ამას გარდა სწორად გამოყენება პროდუქტების, მაგალითად, რა ვიცი, არსებობს არა მარტო სესხით დაკომპლექტება, არამედ შეიძლება იგივე სხვა საბანკო რესურსების გამოყენება, იგივე ლიზინგის გამოყენება, დანადგარების შეძენის კუთხით და დაუშვათ საბრუნავი საშუალებების კუთხით სესხის გამოყენება, ხო? სადაც დაუშვათ უზრუნველყოფა ლიზინგის შემთხვევაში არ მოითხოვება თქვენ უზრუნველყოფა ახსენეთ გამოწვევად და როდესაც დანადგარები და ზოგ შემთხვევაში დიდი შესყიდვებია დანადგარების მიმართულებით დიდი თანხა მოითხოვება, ამ ნაწილში შეიძლება აქტიურად გამოყენებული იქნას და რაც შეეხება საბრუნავ საშუალებას სესხი უზრუნველყოფილიანი სესხი რა თქმა უნდა და პროექტულად უყურებენ უბრალოდ როგორც ყველაფერს ისევე როგორც დაუშვათ არის ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი მოგებაზარალი, ისე საბანკო პროდუქტებსაც აქვს თავისი მოგებაზარალი, თავისი ხარჯი აქვს და შესაბამისად რა თქმა უნდა კომერციული ორგანიზაციაა ბანკი და იმაზე იაფად ვერ გაყიდის თავის პროდუქტს ამ შემთხვევაში ფულს, ვიდრე დაუშვათ წაგებაზე ვერ იმუშავებს რა მარტივად რო ვთქვათ და თავარია ჩემი აზრით რომ შევაჯამო სწორად იქნას დაგეგმილი პროექტი, დაგეგმა ფინანსურად იქნას სწორად დაგეგმილი პროექტი, რისკები სწორად შეფასებული და ხარჯები სწორად დათვლილი რა, რომ მე ზუსტად იმ შემთხვევებთან არ გქონდეს საქმე, რაც თქვენ თქვით, რომ ვერ მოვახერხეთ, ვერ ავწიეთ, პული არ გვეყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მათ ვისაც სურს ბიზნესის დაწყება. ეხლა აი ამ დიალოგიდან ბევრი ინფორმაციის ამოღება შეუძლია და ბევრი შეიძლება რომ რაღაც ყურადღება გაამახვილოს. მაგრამ აი ესეთი გამზადებული რჩევა თუ გაქვს პირობითად, რასაც მარტივად ურჩევდი დამწყებ ბიზნესმენს, დამწყებ პირობითად სტარტაპერს, რომ აი ეს არის ის ფორმულა, რომელიც მუშაობს. ეგ ძალიან რთულია ზოგადად ხა ფორმულა რომელიც მუშაობს და არ ვიცი ძალიან დიდი მადლობა რომ თვლით რომ ჩვენ აზრს შეიძლება ჩემ აზრს პირადად შეიძლება ეგეთი ძალა კონდეს დამწყებ მეწარმეებში თუმცა მე ჩემ პირად აზრს გეტყვით ვფიქრობ ესე რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაწყება. არ აქვს მნიშვნელობა 17, 20, 25, 30 წლის ადამიანს. ანუ პირველ ნაბიჯს აქვს უდიდესი დაწყება, იმიტომ რომ როგორც ყველაფერს თავისი, ესე ვთქვათ, პერიოდი და ციკლი აქვს რა. აუცილებლად ხა მე იშვიათად მსმენია რომ ბიზნესი დავიწყეთ და წარმატებული ბიზნესი გამოვიდა რა. ხათაშორის მაინტერესებს კიბე კონსალტინგი არის შენი პირველი ბიზნესი? რომელმაც დაიწყო რაღაცა შემოსავლის დაგენერირება
პლუს-მინუს თუმცა მანამდე გამოცდილებები როგორც ხდები ხოლმე. მაგას ვიძახი ხო, ანუ არასდროს არ არის ეგრე რომ რაღაცა დავიწყეთ და ეგრევე მაგის იმედითადაც არ უნდა დავიწყოთ ჩემი აზრით არაფერი რა. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩემი ესე ვთქვათ პირადი აზრი ეგეთია რომ ნებისმიერ რაღაცა საქმიანობას რო ბიზნესს როდესაც ადამიანი იწყებს პირველად ჩვენ ვუყურებდით ესე რომ იქნება გამოცდილება რა. გამოცდილებას შევიძენთ და ეს გზა გასავლელია რაც უფრო ადრე დაიწყებს ამ გზის გავლას ადამიანი ამ ეტაპების 20 წლისას დაიწყებს და 30 წლისას იგივე ეტაპების გავლა მოუწევს და უბრალოდ უნდა დააჩქაროს. ხო და შესაბამისად ეგ არის ერთი მნიშვნელოვანი რაც ვფიქრობ რომ საქმიანობის ნაწილში ანუ დაწყების ნაწილი მეორე ვფიქრობ რომ არის ცნობის მოყარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ცნობის მოყარეობა რომ ნებისმიერი საქმისანი რაც არ ვაკეთებთ და რა მიმართულებაშიც ვართ ჩართული გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი და აი გულწრფელად გვაინტერესებდეს რაც ვაკეთებთ ცნობის მოყარეობა რომელმაც შეიძლება გახსნას ძალიან ფართო რესურსები რა და რა თქმა უნდა არ უნდა ვიფიქროთ რაღაცა რომ ჩვენ არ ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში ხა არ უნდა ვიფიქროთ რაც ის არ გამოვიდეს რომ გვას ვასწავლით მაგრამ ჩვენ არ ვფიქრობთ რომ აუცილებელია ფული და კაპიტალი და რაღაცა ბიზნესის დასაწყებად ხშირად არის ეს წარმოდგენა რა ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ფოკუსი დამატებით ღირებულების შექმნაზე რა მაგალითად არ ვიცი თქვენ რაღაცას აკეთებთ მე შემიძლია მოვიდე თქვენგან ავიღო სხვას მიუტანო დამატებით ღირებულება შევქმნი ერთი ადგილიდან გადავიტანე მეორე ადგილას ჩემი ჩართულობით რა შესაბამისად ამ დამატებით ღირებულებაში შემიძლია რომ რაცა ჩემი სარგებელი მივიღო. ანუ ყოველთვის ვფიქრობთ როგორ შეგვიძლია ჩვენ ესე ვფიქრობთ ყოველ შემთხვევაში როგორ შეგვიძლია რომ დამატებითი ღირებულება შევქმნათ. რა სად შეგვიძლია რომ დამატებითი ღირებულება შევქმნათ. ნუ ბიზნესის კეთება ეს ცალსახაა და არაერთი გამოცდილი ბიზნესმენი ამას ამბობს რომ ბიზნესის კეთება არ იწყება ფულის შოვნის მიზნით. ბიზნესის კეთება იწყება საყვარელი საქმით და იმ პროდუქტის და სერვისის შექმნით, რომელთაც საზოგადოებას რაღაც სარგებელს მოუტან გრძელვადიან პერსპექტივაში და შემდეგ ფინანსური მოგება არის უკვე ამაზე დამატებული სარგებელი, რომელსაც ამ პროცესს თან მოყვება. და ერთიც მგონია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვაკეთებთ დაკავშირებულია უდიდეს ვისაუბრეთ რისკებთან და სტრესთან და რა ვიცი დღე და ღამე მუშაობასთან შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ როცა მუშაობ 7 საათზე მთავრდება პირობითად 6 საათი სამუშაო და მე შეიძლება მაგრამ როდესაც შენ საქმეს აკეთებ ამ პერიოდში როდესაც აი მართლა 24 საათი მუშაობ ადამიანის ორგანიზმი უნდა იყოს გამძლე რა სტამინას რასაც ეძახიან უნდა გაგაჩნდეს ადამიანს და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ჯანსაღი ცხოვრების წესი კვება როგორც საწვავი რა ეხლა მანქანაში პრემიუმს ვასხამთ ასხამს ხალხი იმიტომ რომ ცუდი ბენზინი არ ჩავასხა და ვარჩევთ იქ კარგია იქ ცუდია ხო და იგივე ორგანიზმიც შენი ეგრეა რა შიდა ორგანიზაციული ასე ვთქვათ ატმოსფეროს დიდი მნიშვნელობა აქვს იქ თანამშრომლებს შორის ურთიერთობას ნუ ეს ცალკე კიდე თეორიის ნაწილია მაგრამ აი ამ მენეჯერულ საკითხებზე ფაქტობრივად აი მენეჯმენტის მთელი ფუნქცია ხო ეგ არის რომ იქ თანამშრომლების მართვის პროცესში როგორ იყოს იდეალური გარემო. იმიტომ რომ ყველა ფსიქოტიპი, ყველა პერსონა თანამშრომლის არის განსხვავებული და შენ უნდა შეგეძლოს მათთან ისე საუბარი, რომ რაღაც პროცესი ააწყო. რა თქმა უნდა და იმ აზრსაც რო დავუბრუნდეთ თქვენ მკითხეთ გადაწყვეტილების და ბიზნესის გადაწყვეტილების რა არის მამოძრავებელი რა მე ვფიქრობ რომ ხო ეს ცნობის მოყარეობა და შექმნა ზოგადად ბავშვობიდან ადამიანს რაღაცის შექმნა უყვარს რა რაღაცას რო ქმნის თავისი ხელით და მე შედეგით კმაყოფილდება და ალბათ ეგ შეიძლება ქვეცნობიერად ეგეც არსებობდეს და ამის გარდა კიდე ცნობის მოყარეობა და სპორტული ინტერესი რომ აი რა შეიძლება გამოვიდეს და რა თქმა უნდა ამბიცია რომ რაღაცა ერთხელ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და რაღაცა ღირებულის შექმნა რაც შეეხება თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა ზოგადად ეს ურთიერთობები და ისინი ქმნიან ბიზნესს, ადამიანები ქმნიან ბიზნესს რა, ადამიანები ქმნიან ბიზნესს და შესაბამისად ისინი უნდა იყვნენ კარგად, ბედნიერები, რომ შესაბამისად ეს განწყობა მიიტანონ მე მომხმარებლამდეც და კონდეთ мотивация ახალი იდეების მოტანის რაღაცა ახალი მომხმარებლიდან მოტანის, ბაზრიდან მოტანის და ასე შემდეგ რა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნუ ხა ჩემი აზრით ეს არის რომ ნებისმიერი ორგანიზაცია, ნებისმიერი სტრუქტურა იქნება ადამიანისთვის, ადამიანის საჭიროებისთვის რა. ცენტრი ყოველთვის უნდა იყოს ეს იქნება ბიზნესი თუ სხვა საქმე ადამიანი
და ადამიანი უნდა იყოს ამ ყველაფრის ამოსავალი წერტილი და შესაბამისად, როდესაც ეს გააზრებული არის ორგანიზაციაში, იქ არ უნდა და არ შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე, ცუდ განწყობაზე მყოფი ადამიანი და ეს მუდმივი ზრუნვის საგანი უნდა იყოს, კი? გეთანხმებით, ამაზე ბევრი, რაღაც საქართველოში არ ვიცი, მაგრამ საერთაშორისოდ ბევრი ოფისის მოწყობიდან დაწყებული, გარემოს შექმნიდან დამთავრებული, ამაზე დეპარტამენტები ხალხი არსებობს, ვინც ამაზე ზრუნავს რეალურად რა და მართლა ასეც უნდა იყოს და ზოგ ხა უცხოეთში არის ხო კულტურა, რომ ფსიქოლოგები ყავთ კომპანიაში და ასე შემდეგ ამაზე ზრუნავს კომპანია, რომ ადამიანი იყოს ჯანმრთელი, ბედნიერი, ფსიქიკურად გაწონასწორებული და თუ რამე პრობლემა არსებობს, აღმოფრქვას რაღაც გამოწვევების წინაშე თუ დგას ეს ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ, რა თქმა უნდა და ვისარგებლოთ სხვა შემთხვევით იმ ნაწილში, რომ ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ ადამიანების ერთ მაგიდაზე დასხდომით შეიძლება შეიქმნას ღირებულება და თუ სადმე ვინმესთან ჩვენი ჩართულობა ვიღაცა ჩათვლის, რომ ყოველთვის ღია ვართ, თქვენ კი იცით, რა ვიცი, ნებისმიერი ეს თქვათ იმ ნაწილში, რომ ჩვენი კომპეტენცია რაც არის, რა ვიცი, კომერცია, ფინანსები, ბიზნესის ნაწილი რა, იდეიდან განვითარებამდე, აღსრულებამდე მიყვანა, თუ სადმე ეს კომპეტენციები შეიძლება ღირებული იყოს, რა ვიცი, ამისთვის ყოველთვის ღია ვართ, მეილით, ტელეფონით არც. კი, იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებს ჩვენი მაყურებელიც და დარწმუნებული ვარ, რომ გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ქართულ ბაზარზე თქვენ ცნობილი კომპანია ხართ, მაგრამ მათ ვინც ეს არ იცის, მნიშვნელოვანი არის, რომ თუ იწყებ საქართველოში ბიზნესს, შენ აუცილებლად გახარ იმ გამოწვევების წინაშე, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ და მოგიწევს იმ სერვისების დანერგვა, რომელსაც იმ საქმის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. თუ ვინმესთვის კიდევ ერთხელ რაღაცა შეგვიძლია რომ ღირებულება შევქმნათ, ყოველთვის ღია ვართ ამ დისკუსიისთვის. ძალიან დიდი მადლობა სოლომონ სტუმრობისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. იცი რა არის, ჩვენი მიზანიც ეგ არის, რომ გავზარდოთ აი ეს მსჯელობის ნაწილი ბიზნეს თემატიკასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ბიზნესმენი გავაცნოთ ჩვენს აუდიტორიას, დაისვას შეკითხვები მათ შორის თქვენთან დაკავშირებით, თუ რაიმე დაკავშირება მოხდება ჩვენთან და ჩვენი გავლით თქვენთან, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ გაგვიხარდება და ძირფასო მეგობრებო, ეს იყო ბიზნეს პოდკასტის პირველი გადაცემა, რომლის სტუმარი იყო სოლომონ სვანიძე, კიბე კონსალტინგის თანადამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი და ის გადაგვრჩენია, რომ დავემშვიდობოთ. დიდ მადლობას მოგახსენებთ. წარმატებებს გისურვებთ, რომ დაინტერესდით, კეთილსურვილები გისურვებთ და რომ ჩათვალეთ, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. ძალიან დიდი მადლობა ამ ინტერესისთვის და კიდევ ერთხელ წარმატებები და იმეც ვიტყოდ. აუცილებლად იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება ჩვენი ეს კოლაბორაცია და შემდეგ ეპიზოდებში სხვა სიახლეებით გელოდებით. იმედიას ჩათვლით, რომ უნდა ვიყო თქვენი სტუმრები საომალოდ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გაიხარეთ.